სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი წირვისათვის. ესე იგი, დღევანდელ სახარებაში როგორ არის ნათქვამი? როდესაც ესე იგი მაცხოვარი მიდის წარმართთა მხარეში, მათემახარებელი ასეთ სიტყვებს ამბობს, რომ ხალხიო, რომელიცო ისყდაო ბნესშიო, ნათელი აღმოუწყინდა მათ, რომლებიც ისყდნენო საფლავებშიო და სიკვდილის აჩრდილის ქვეშო. ახლა ეს სიკვდილის აჩრდილი რა არის? ეს ეწოდება ცოდვას, ესე იგი. აი ხო ყველა ნირჩ თავისი ჩრდილი აქვს რაღაცა და იმის ჩრდილს რო ხედა, ვიცი რომ იმის უკან რაღაცა დგას. და ცოდვას ეწოდება აი ამ შემთხვევაში სახარების აი ამ მონაკვეთში ცოდვას ეწოდება სიკვდილის აჩრდილი. იმიტომ რომ ეს ცოდვა ადამიანს სიკვდილს მოუტანს. გახსოვთ სხვაგან სახარებაში წერია იმისაკენ უგეშინიათო, ვინც თქვენს ხორცს კლავსო, არამედ იმისი გეშინოდეთო, ვისაც შეუძლია, რომ თქვენი სული მარადიულ სატანჯველში ჩაიყვანოს. და ეგ არის ცოდვა. და ეგ არის უпростоრად თუ ვიტყვით, ეგ არის მოუნანიებელი ცოდვა. მოუნანიებელი ცოდვა. მიუხედავად იმისა, მიზეზად რა აქვს, ესე იგი. ზოგ შემთხვევაში ის, რომ ადამიანი არ თვლის, რომ აღსარება უნდა თქვას, ზოგ შემთხვევაში ის, რომ ადამიანს ერიდება აღსარების თქმა, მაგრამ ორივე შემთხვევაში მოუნანიებელი ცოდვა ეს არის ესე იგი სიკვდილის მომტანი და სხვათა შორის ჩვენ ამას წინათაც საუბრობდით. წმინდა იოანე სინელი თავის ძალიან დიდებულ ნაშრომში სათნოებათა კიბეში აღწერს ასეთ შემთხვევას. ერთ-ერთ მონასტერში მივიდა ძალიან ცოდვილი კაცი და მოძღვარმა მოусმინა რა ადამიანს კითხა, რომ თუ შეგიძლიაო, რომ აი ეს ყველაფერი რაც შენ მე მომიყევ, რომ აი ამ მთელი საძმოს წინაშე, მონასტრის საძმოს ბერების, მორჩილების წინაშე, რომ ხმამაღლა თქვა. მან უთხრა, რომ კიო შემიძლია, თუ გინდათ, რომ წავიდეთო და ალექსანდრიაშიო მოედანზე დავდგეთო და იქ ვიტყვიო. ალექსანდრია დიდი ქალაქია ერთ-ერთი ეგვიპტეში, თქვენ იცით. ანუ ამ ადამიანს იმდენად ჰქონდა სინანული თავისი ცოდების გამო, რომ იმ სირცხვილს არაფრად არ აგდებდა, რომ ვიღაცა გაიგებდა, რომ ამას ეს ცოდვა ჰქონდა. ისევე როგორც დღევანდელ სახარებაში მეზვერე ზაქე აძვრა ხეზე და მაცხოვრის ხილვას ურდა და არ თაკილობდა იმას, რომ ვირას იტყვის ახლა ამ ხელა თანამდებობის კაცი ხეზე აძვრა იმისთვის, რომ მაცხოვარი დაინახოს. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ჰქონდა ზაქეს, მაინც მაცხოვრის ხილვა უნდა, იმიტომ რომ ის ყველაფერი არასწორი გზით შეძენილი მოსვენებას არ აძლევდა. და ის, რომ მოსვენებას არ აძლევდა, ეგ უკვე ნიშანია, რომ მის გულში ჯანმრთელი ნაწილები არის დარჩენილი. და დაუძახა ამ მონასტრის წინამძღვარმა ბერებს და ეს კაცი დადგა ეგ ამბიონთან, რომ დადგეს ახლა ადამიანი და მთელი მონასტრის საძმოს წინაშე ამბობს თავის ცოდებს და როგორც ჩანს, იქ არ არის დაკონკრეტებული რას ცოდავდა, მაგრამ ამ ბერების რეაქციით ჩანს, რომ რაღაცა იოლად არ იყო საქმე და ზოგი ცუდად ხდებოდაო და გაჰყავდათ. აი რო უსმენდნენ აი ამ ცოდებს, ზოგი ცუდად შეღონდებოდა და ალბათ აი გული მისდიოდა და მოკიდებდნენ ხელს და გაიყვანდნენ. იმდენად მძიმე იყო ამ კაცის ცოდები. და მე ერთ-ერთი ბერი მივიდა ამ წინამძღვართან, რომელიც სტუმრად იყო ამ მონასტერში და ეკითხება, მიზეზს ეკითხება, ახლა ეს ბრძენი კაცი იყო და შემთხვევითად ყვილად არ გააკეთებდა ამას. და ეკითხება მიზეზს, თუ რატომ გააკეთა ეს, რომ ხმამაღლა ათქმევინა ამ კაცს ეს ცოდვები. და მან უთხრა, წინამძღვარმა უთხრა, რომ ორი მიზეზით გავაკეთა ეს. პირველი ის, რომ
ადამიანიო ან აქ უნდა შერწყესო თავისი ცოდვების გამო და ან იქ მოუწევს მარადიულად ტირილიო. მე გაგახსენებთ, როდესაც წმინდა არსენი დიდი გარდაიცვალა, მე-5 საუკუნეა, გაიგო რა პიმენი დიდმა მისი გარდაცვალება, ასეთი რამ თქვა, ნეტარი ხარო შენ არსენი, ანუ ბედნიერი ხარო, რადგან შენი თავი აქვე გამოიგლოვეო. ადამიანი ან აქ უნდა ტიროდეს თავის ცოდვებზე ნებსითო, თავისი ნებით, ანუ აღსარებას ამბობდეს, ნანოდეს, ან იქ მოუწევს მარადიულად ტირილიო და ცნობილია, რომ წმინდა არსენი დიდი, ესე იგი, იმდენად ნანობდა თავის ცოდვებს, რომ წინ საფარსაც კი იკეთებდა, რომ ტანისამოსი უსველდებოდა. ბავშვებს რომ წინ საფარს უკეთებენ, რომ არ დაისვაროს საჭმელს. ესე იმდენად ტიროდა და ნანობდა ცრემლით თავის ცოდვებს, რომ უსველდებოდა და წინ საფარს იკეთებდა და ნეტარი ხარ შენ, რადგან შენი თავი აქვე გამოიგლოვე. ამ წინამძღვარმაც ამის გამო. ესე იგი, ადამიანი ან აქ უნდა შერწყეს, როდესაც აღიარებს, მოძღვართან მიდიხარ და იქ ხო არის რაღაცა გარკვეულად მაინც ცხენია ადამიანს, მაგრამ ეს უნდა გადალახო. სხვათა შორის არსებობს ერთი ასეთი თვალსაჩინოებისთვის ხატი არის ასეთი. ადამიანი მიდის აღსარებაზე და როდესაც მოძღვრის წინაშე დაიჩოქებს და აღსარებას ამბობს, პირიდან გველების ცვივა. და ამ დროს მისგან ეშმაკი მიდის და ანგელოზი მას გვირგვინს ადგამს. საოცარი ეს შემთხვევით იქ არაფერი არ არის. წმინდა მამები ამბობენ, უთქმელი ცოდვა არის, როგორც უბეში რომ მორიელი გიძდესო, იგივე გველი გიძდეს რა, დიდი განსხვავებაა და იმას რომ ამოიღებ და მოიცილებ. ვისაც ეს ქონია ესეთი შემთხვევა, მან ზუსტად იცის ახლა რაზეც ვლაპარაკობ. და მეორე კიდე ეშმაკი მიდის ჩვენგან, იმიტომ რომ ჩვენ ესე იგი, როდესაც ამათ იმ ცოდვას ვამბობთ აღსარებაში, ამით ვეუბნებით ეშმაკს, რომ ჩვენ გძულს შენი საქმეები, არ გვინდა. როგორც ნათლისღებისას რომ ვამბობთ, რომ განვეშორებით ეშმაკს და ყველა მის ცოდვას, ყველა მის ურჯულოებას, მერე ვამბობთ, ვუი ეშმაკს, განვაგდებ სატანას და ასე შემდეგ. და ანგელოზი გვირგვინს ადგამს, იმიტომ რომ მან გაიმარჯვა. ეს გამარჯვების გვირგვინი. კი, პატარ-პატარა გამარჯვებებია, მაგრამ ეს დიდი გამარჯვება ძალიან პატარ-პატარა გამარჯვებებით მიიღწევა. და ვინ იცის, რომელი გამარჯვების შემდეგ წარდგებით ღვთის წინაშე, ანუ რომელი აღსარების შემდეგ წარდგებით ღვთის წინაშე, ვინ იცის. ამიტომ ამბობს რა ადამიანი აღსარებას უნდა ეცადოს, რომ ბოლოში ის რაღაცა კუდი, რომელიც შემდგომ აწუხებს ხოლმე ადამიანს, აღარ დაუტოვოს. ერთი ამ მიზეზით ვათქმევინე, რომ აქ ეს სიცხვილი განეცადავდა. მეორე კიდე იმ მიზეზით, რომ ეს ბრძენი კაცი იყო, ეს წინამძღვარი და იცოდა მათი გულის ფიქრები მონასტერში რო არიან და აქ არიანო ბერებიო და მორჩილები, ვისაც უჭირს აღსარების თქმა და დაფარული უთქმელი ცოდვები აქვთ და მათთვის რო გამეადვილებინა ესო. ამიტომაც ვათქმევინე, იმიტომ რომ ისინი რო დაინახავდნენ, აჰა კაცი ახლა ცოდვებს ამბობს ყველას წინაშე. მე რა მჭირს რომ ერთი კაცის წინაშე ვერ თქვა ეს აღსარება, რაც მაწუხებს. და ამიტომ რომ გაეადვილებინა, იმიტომაც გააკეთა. და წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს, ჩვენ ახლა ერთი კაცის წინაშე გვცხენია აღსარების თქმა, მოძღვარი იგულისხმება. მაგრამ როდესაც ჩვენ გარდავიცვლებით, ის ცოდვა, რომელიც ჩვენ ვერ თქვით აღსარებაში, ყველას წინაშე ცხადი გახდება. სახარებაში ამბობს უფალი, არა არის დაფარული, რომელი არა გაცხადდეს და დამალული, რომელი არა საცნაური იყოს. ისე რომ, ჩვენ უბრალოდ გონების თვალით შევხედოთ იმ მდგომარეობას, წავდგით ღვთის წინაშე, სადაც ჩვენი შვილებიც არიან, ოჯახის წევრები, მეგობრები, ყველა ვიცნობდით თუ არ ვიცნობდით და ის ცოდვა, რომელიც ჩვენ ვერ თქვით, ღვთის მიერ დადგენილი მოძღვრის წინაშე, ყველას წინაშე რო ცხადი გახდება. რამდენად უფრო სამარცხვინო იქნება. არადა, ეს არის მდგომარეობა, რასაც ვერც ერთი ადამიანი გვერდს ვერ აუვლის. ამის გვერდისავლა უბრალოდ შეუძლებელი. იმიტომ რომ ეს ღვთისგან არის და რაც ღმერთმა თქვა, შეუძლებელია, რომ იქიდან
ერთი ასო შეიცვალოს, სხვაგვარად დროის არ აღსრულდეს. ამასაც უფალი ამბობს სახარებაში სხვათაშორის. უფალი ამბობს, რომ რაც დაწერილია, იქ შეუძლებელია, რომ არ აღსრულდეს. და ამიტომაც ახლა რამდენად ჩვენ გვმართებს დაფიქრება და სინანული გვმართებს, ესე იგი. უცოდველი ხომ არავინ არ არის, მაგრამ ესე იგი აღმოჩნდა, რომ ცოდვა კი არ არის დამღუპველი, არა, თავისთავად ცოდვა, მაგრამ ცოდვის შეუნანებლობა არის დამღუპველი. ამიტომაც უფალი ჩადის რა იმ ადგილზე, სადაც წერია, რომ ისინი სიკვდილის არჩდილის ქვეშ ისხდნენ და საფლავებში ისხდნენ. გადადა ერთი მნიშვნელობით, რომ პირდაპირ საფლავში იქ არავინ არ სხდა. აი მათ პირველად ეს უთხრა, შეინანეთ, რამეთო მოახლოებულია სასუფეველიცად. და იგივეს გვეუბნება უფალი ჩვენც. და აი მეზორე ზაქემ შეინანა, როდესაც მაცხოვრის სახლში შეიპატიჟა. და მაცხოვარმა თქვა, რომ დღეს ცხონდა ეს სახლი. რადგან ღმერთი სწორედ ასეთი ადამიანების საცხონებლად მოვიდა, რომელიც კი ბატონო ცოდვილია, მაგრამ ნანობს თავის ცოდვას, არ ამართლებს თავის ცოდვას, არამედ გამოიკლებს თავის შინაგან მდგომარეობას და ყველაფერ იმას, რაც ჩვენ ქრისტესგან გვაშორებს, აი იმას ნანობს. და რომ ნანობს, მისი სული განიწმინდება და ღმერთს უახლოვდება და განიღრმთობა ზიარებით. ამიტომაც ადამიანები ხშირად ეზიარებიან. ქრისტეს მხედრები ხშირად ეზიარებიან. სხვათა შორის ერთი ძვირფასი ქალბატონი იყო, რომელსაც მთელი საქართველო იცნობს, ლია სალაყაია, გალობის მასწავლებელი იყო და ძალიან დიდი ღვაწლი მიუძღვის სხვათა შორის. და ის თურმე თავის მასწავლეებს ეუბნებოდა, რომ ესე იგი სულ ეკითხებოდა, რომ აბა რაკენითო ეზიარეთო, ამ კვირას ეზიარეთო და ეუბნებოდა, რომ ვინც ეზიარებაო, ის არის ჯარისკაცი საქართველოსი, ქრისტეს მხედარი. იმიტომ რომ დღეს ხო უფრო მეტად არა ფიზიკური, არამედ ზნეობრივი გადაგვარების საფრთხის წინაშე ვდგავართ და აი ზნეობრივად რომ მტკიცედ იდგეს ადამიანი, აი ეს ჯარისკაცი სწორედ ის არის, ვინც ხშირად ეზიარება. იმიტომ რომ ვინც ხშირად ეზიარება, ეს ნიშნავს, რომ მან რაღაცები გადადო გვერდით, რაღაცა საქმე გადადო, ვიღაცამ შეიძლება სუფრა გადადო, ვიღაცამ დრო გამოყო ამისთვის, ვიღაცა უფრო მეტად გაისარჯა, ვიღაცა ცოტა ხანი მშიერიც დარჩა და ასე შემდეგ. ჩვენ თუ გადავხედავთ ჩვენი ქვეყნის თუ ეკლესიის ისტორიას, სწორედ ვინც რაღაცის გადადება შეძლო ქრისტეს გულისთვის, იმათ მოიტანეს ჩვენი რწმენა დღემდე. ჩვენი ზნეობა დღემდე მათ მოიტანეს, ჩვენი სოფხედველობა, ჩვენი ქართველობა დღემდე მათ მოიტანეს. აი ორ დღეში იქნება წმინდა ნინოს დღესასწაული, ესე იგი ნინოობა იქნება, მისი გარდაცვალების დღე არის. და საერთოდაც ეს წელი ითვლება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად აღიარებიდან 1700 წლის თავად. ეს საიუბილეო წელია, ძალიან მნიშვნელოვანი წელი. თუმცა ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ 1700 წლის წინ გავქრისტიანდით. არამედ ჩვენ 2000 წლის წინ გავქრისტიანდით, როდესაც აქ მოციქულები ქადაგებდნენ. და დღიდან მოციქულების ქადაგებისა საოცარია, რომ საქართველოს ერთხელაც არ უღალატია ქრისტესთვის. და რუისუბნისის ძეგლის წერა სწორედ ამას ამბობს, რომ არასოდეს არ გვიღალატია მისთვის და ქრისტეს ბრძოლის ერთგულება, რომ დღემდე შემოინახა ადამიანმა, ქართველმა ადამიანმა. სხვათა შორის ერთ-ერთი ლაზი, თუ არ ვცდები, ლაზი სტუდენტი, რომელიც ეგვიპტეში ცხოვრობდა და სწავლობდა კაიროში, თუ არ ვცდები, მისთვის ერთ ლექტორს უთქვამს, რომ ანუ შეუქია, რომ აი ყოჩახ თქვენო ქართველებს, რომ ჩვენ ერთხელ შემოგესიუნა მუსულმანებიო და მაშინ რჯული შევიცვალეთ. და ჩვენ თავზე კიდე რა არ მოხდა რა რჯულის თუ რა ერის ხალხი არ შემოსულა და ითქვა, როგორ გავუძელით აქილდა თურმე აი ამ სტუდენტს და
მართლაც ესეა, ჩვენთვის ეს ერთი მხრივ არის საამაყო და მეორე მხრივ არის ძალიან საპასუხისმგებლო, რომ ვინც ჩვენამდე ეს რწმენა მოიტანა, იმან მთქნარებით და ძილით და გართობით კი არ მოიტანა. იმან შრომით მოიტანა, ზრუნვით მოიტანა, რაღაცა რომ გადადო თავისი პირადი და საქვეყნო საქმეს ემსახურა, მაგითი მოიტანა. აი როგორც ერთ-ერთი დიდი ჩემთვის პირადად ძალიან საყვარელი და ისეთი წმინდანი, წმინდა ივანე კროსტატელი ოგნევა თავის მეუღლეს, რომ მოდიო, ჩვენო ბედნიერება სხვას დაუთმოვთო და ჩვენ ღმერთს ვემსახუროთ. აი ეგეთმა ხალხმა მოიტანა. ეგეთმა ხალხმა მოიტანა, აი ამ სულისკვეთებამ მოიტანა, რომ საქართველოში ახლა წარმოიდგინეთ, რამდენი მეფე იყო თუ სასულიერო პირი თუ ერის ადამიანი და უბრალო ესე იგი გლეხი ადამიანი, რომელიც შვილებს სამშობლოსთვის ზდიდა, აი ამ სულისკვეთებით ზდიდა, რომ სამშობლო უწინ უნდა დაეყენებინა ვიდრე მისი პირადი, აი მაგ სულისკვეთებამ მოიტანა. მაგრამ ეს მარტო რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, ეს სადღეგრძელოს თემა კი არ არის და მხოლოდ სუფრაზე სათქმელი თემა კი არ არის. ეს არის ის, რასაც ჩვენი წინაპარი აკეთებდა საქმით. და ეს არის ის, რასაც თუ ჩვენს გავაკეთებთ საქმით და არა მარტო განსხვავებულებით დავილოცებით სუფრაზე, ჩვენი ისტორია, როგორც მორწმუნე ერისა, ღვთის ერთგული და ქრისტეს კვართის მცველი ერისა, აი ესე გაგრძელდება. და თუ მარტო სადღეგრძელოებად ვაქციეთ, არაფერი არ გაგრძელდება. ამიტომაც ჩვენი გადარჩენა სწორედ ამაშია, ქრისტეს რჯულის ერთგულებაში. და ჩვენ უნდა ვიფიქროთ ყოველდღიურად, რომ მე რამდენად ვარ ქრისტეს რჯულის ერთგული. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება დაცემაც იყოს, მრავალი ცოდვაც იყოს, მაგრამ მაინც ქრისტეს ერთგულად დარჩა. თუ ნანობ შენ ცოდვებს. თუ ნანობ შენ ცოდვებს და გძულს ის ცოდვა, რაც შენ დაგემართა, შენ მაინც ქრისტეს რჯულის ერთგული რჩები. როგორც წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი ამბობს, ქრისტეს მოღალატე ის კი არ არის, ვინც ცოდავს, მაგრამ ნანობს. ქრისტეს მოღალატე ის არის, ვინც შეგნებულად ცოდავს და არ ნანობს. აი ეს არის ღალატი. ღალატი გონებაში იწყება. შეიძლება რაღაც არ გინდოდეს, მაგრამ ის ცოდვა მაინც ჩაიდინა. როგორც ახლა წარმოიდგინეთ, ამ ხელა მოციქული პავლე ამბობს, რომ მეო, ჩემი გონებითო ქრისტეს რჯულს ვერ მორჩილებიო, მაგრამ ჩემს სხეულში ვხედავ ცოდვის რჯულსო. მე სხვა რამე მინდაო, მაგრამ სხვა რამეს ვაკეთებ და ვინ მიხსნის ვამისგან. ესე იგი, რას ნიშნავს, ჩვენ დაცემული ბუნება გვაქვს, ჩვენ კი გვინდა რაღაც გავაკეთოთ, ქრისტეს უერთგულოთ, მაგრამ ჩვენ შიგნით არის დაცემული ბუნება, რომელიც ცოდვისკენ არის, ესე იგი, მიდრეკილი და იმდენად ძლიერად არის მიდრეკილი, რომ მოციქული პავლე ამბობს, ვინ მიხსნის ამისგან. და ამისგან სწორედ ქრისტე იხსნის, აი სინანული იხსნის, ღვთის მადლი იხსნის, იმიტომ რომ ღმერთმა უნდა აცხონოს ადამიანი. დღევანდელი დღიდან ფაქტიურად უკვე იწყება მოსამზადებელი პერიოდი დიდი მარხვისა, საავდგომო მარხვისა, ეს მეზვერის კვირა, სწორედ ამიტომ უძღვის ხოლმე წინ. შემდგომ იქნება მეზვერე ზაქეს კვირა და შემდგომ იქნება მეზვერისა და ფარისევლის კვირა და ასე შემდეგ მოყვება ძღებიშვილის კვირა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ჩვენ გვამზადებს, რომ ჯეროვნად მივიახლოთ ქრისტეს აღდგომის მარხვას. და მარხვა არ არის მხოლოდ ის, რომ რაღაცა ჭამო და არ ჭამო, თუმცა არც ამის უგულებელყოფა არ შეიძლება. რახან მარხვაში მთავარი ეს არ არის, მას კი არ ნიშნავს, რომ მოდი ჭამოთ და ვსვათ და არა. ხორციელათაც უნდა იმარხულო, ზოგჯერ შეიძლება მკაცრათაც, თუმცა ამის გამო, რომ ხორციელად მკაცრად მარხულო, თავის ზემოთ აწევის უფლება არ უნდა მისცე თავს. ეს არის ამაში ნათქვამი, რომ ეს არ არის მთავარი, მარხვა კი არ არის მთავარი, თუმცა მარხვა არის ერთ-ერთი ძლიერი იარაღი ქრისტიანისთვის. უფალიყო ამბობს, რომ შეიგი მარხვისა და ლოცვის გარეშე დაცემული ძალა ადამიანს
განაშორება ვერ არ გავა დაცემული ძალა ადამიანისგან. ის მიდრეკილებები, ცოდვიანი მიდრეკილებები, ლოცვის და მარხვის გარეშე არ გავა ადამიანისგან. სხვადასხვა წელს საუბრობთ. ერთ-ერთი ბერი ბერს კითხეს, რომ შენო ლოცვა ვინ გასწავლა? და ამ ბერმა უთხრა, მე ლოცვა ეშმაკმა მასწავლა. როგორ და როდესაც ის აზრებით მიტევდა, მე ლოცვით ხვდებოდი, ლოცვით რომ დახვდები ადამიანი. ის აზრები რომ არ ყოფილიყო, არც ლოცვა არ იქნებოდა. ამიტომ მე ეშმაკმა მასწავლა. ეხლა წარმოიდგინეთ, ადამიანს რაც უფრო, აი თუნდაც სპორტში ავიღოთ, რაც უფრო ძლიერი მოწინააღმდეგე ყავს, მით უფრო გამოცდილებას მეტს იძენს. ახლა ადამიანი თუ დავუშვათ, აი სიტყვაზე ვამბობ, მოჭიდავია. თუ იმასთან ვარჯიშობს ტატამზე, ვინც არ იცის ჭიდაობა, ეს ვინც იცის, ეს ვერ განვითარდება. აი იმასთან თუ ვარჯიშობ, ვინც ძალიან კარგად იცის, შენზე ბევრად ძლიერია, მაშინ შეწნიანანა ვითარდები. ეშმაკზე დიდი მოწინააღმდეგე და ძლიერი ვინ გინდა რომ გყავდეს. ამიტომ თუ ადამიანი ამას სწორად გამოიყენებს, ის სწორედაც რომ დიდ გამოცდილებასაც მიიღებს და დიდათაც წარემატება სულიერად და სწორედ ეს გამოცდილება მასთან ჭიდილისა და მისი ხრიკების ამოცნობისა დაგვიტოვებს წმინდა მამებმა თავიანთ ნაშრომებში. იმიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი მათი გამოცდილების გაზიარება. რომ გაიგო, ესე იგი, შენს თავში მოსული აზრი თუ შენი ფიქრი თუ სურვილი საიდან არის, ღვთისგან არის თუ არ არის ღვთისგან. ის მდგომარეობა, რაშიც ხარ, საიდან არის? იქ წმინდა მამები ძალიან კარგად გამგვიმარტავენ ჩვენ ყველაფერს. ამიტომ იმის უგულებელყოფა არ შეიძლება. ღმერთი შეგვეციოს, რომ ეს მარხვა, ესე იგი, ღვთის სადიდებლად იყოს. მოციქული პავლე ხო ამბობს, რასაც არ უნდა აკეთებდეთო, ყველაფერი ღვთის სადიდებლად აკეთეთ. ჩვენ ახლა ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით ხვალ ლოცვა გვექნება 4 საათს და სამშაბათს დილით გვექნება წირო ცხრის ნახევარს. ახლა ერთი რამეც მინდა ვთქვა, ახლა თქვენ ბავშვები კანფეტებს დაგირიგებენ, შეფუთული ისინია და ჯერ პირველ რიგში ბავშვებს, იმიტომ რომ რო არ ეყოთ ბავშვები გონაკრულები ვარ დავცენ, მაგრამ მე ამის მომტანზე მინდა ვთქვა 1-2 სიტყვა, ესე იგი. ხშირად მოაქვს ესეთი კანფეტები. თუმცა შეიძლება ის ადამიანი თქვენ შორისაც დგას ხოლმე ზოგჯერ. ახლა აქ არ არის, მაგრამ თქვენ შორისაც დგას ხოლმე, მაგრამ ის არავინ არ იცის ვინ არის. ერთი პატარა გოგონა სკოლის მოსწავლე და ანუ მისთვის ისიც ეს ცუდი ნათქვამია. მისთვის საკმარისია, რომ ღმერთმა იცის, რომ მან მოიტანა. და არ არის აუცილებელი, რომ ჩვენ ვიცოდეთ, რომ მან მოიტანა. და არაერთხელ მოუტანია და თქვენ რომ ნახავთ იმ შეფუთვებს, მიხვდებით, რომ ეს არაერთხელ ეგეთი ყოფილა. ხო და აი ეგ არის სიკეთე. ეგ არის სიკეთე. რომ არც თან რა არის, ხომ არც უთქვია, რომ აი მე მოვიტანე და რაღაცა ესე თქვი. არც კი შემიტყვია მისთვის, რომ ეს სურვილი ჰქონია. ზოგჯერ ადამიანს ხარ უნდა რომ რაღაცა გამოჩნდეს და რაღაცა შიგნიდან დუღილი აქვს რა იმოდია. მე მისთვის ესეც არ შემიტყვია, რაღაცა შინაგანად უნდა რომ რაღაცას. ის კი არა ზოგჯერ მეც არ ყოფილა ისე დაუტოვია ხოლმე, ხან ვერ ვიგებ ეს ვინ დატოვა, მაგრამ რო იტყვიან ხოლმე, რომ აი კანფეტები დატოვა ვიღაცა. მაგრამ რო დავინახავ შეფუთვებს ხოცნო, მე ვხვდები რომ ვინც დატოვა. ის ბავშვი ჩვენ გვასწავლის ესე იგი. მე პირადად. მე შეგვეციოს აბა. ჩვენთან არის ღმერთი. ეხლა რა უნდა გითხრათ, ჩვენთან აქ არიან ონლაინ საკვირაო სკოლის ბავშვები და მოდი ესეთი რამე გავაკეთოთ. თან ერთგვარი კონკურსი აქვს ამათ დღეს. ჯერ უშუალოდ კონკურსანტები შევიყვანოთ შეგნით, მშობლები ტაძარში დაელოდეთ. ამათ დიდი დრო არ დაჭირდებათ. მე როგორ ჩვენ ყველას მშობლებს ვამბობ, ჩამოსული მშობლები შეგვიძლია ერთად შევიდეთ.